დღეს ვიდეოში ნახავთ. მოვითხოვრო პურობა ვარკეთილშიც გაიხსნას, რადგან მე ვარკეთილში ვცხოვრობ. ორაგულის წვადი. რა, წარე? არა, მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი ახალი კონტენტი ჩვენი YouTube არხზე, რომელიც არის ფუტკრი ეტიკის მიმართულებით და მე და სალა გაგიზიარებთ ჩვენ აზრებს, თუ რა იჭმევა და რა არ იჭმევა. კი ბატონო, ეგ სიტყვები წეგან მე ვთქვი, ხალხში წამართვა ამან მე ვიტყვიო და ეხა შაკომ დაასრულა მაშინ და დანარჩენს თქვენ ნახავთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვილაიქეთ ვიდეო. მოკლედ ესე იგი ეხლა ჩვენ მივიღეთ соуსები, გვაქვს მწვანე ტყემალი და წითელი პომიდორის соуსი, რაღაცა, პური, მოგვართვეს ლიმონათები, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ და თავარია გვაქვს პირველი აპეტაიზერი, ხალის გობია, ეგრეთ წოდებული. რომელსაც ეხლა გავსინჯავთ თქვენს წინაშე და მოგახსენებთ ჩვენ სას. ხო, რაც თავარია, ჩვენ ვიყოფით რესტორან პურობაში და ალბათ თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე რომ ჩვენ პურობაში არაერთი განაცემა გვაქვს ჩაწერილი და პირველი ამიტომაც ეს კონტენტიც ვიფიქრეთ რომ მოდი რადგანაც ხო, რადგანაც იქ ძალიან ხშირად დავდივართ, დავწერო და გავშინჯოთ რა. გავსინჯოთ და ვთქვათ რეალურად როგორია. ხო, პირველად უნდა ვთქვა რა, ყველაზე დიდი პრობლემა რაც მე რესტორნებში ხშირად ხდება ხოლმე არის წყლის ჭიქა, რომელიც პოლირებულია, ჯერ ერთი რომ არ არის წყლის ჭიქა და მეორე პოლირებული არ არის. ხა ის კარგად და ლაქა აქვს. ხო, ლაქები აქვს, რაც უკვე მინუსი არის რა. ანჩენს რავი, აგერ ბატონო მოგახსენეთ. კაი, მოდი ვიზუალზე თქვი ერთი-ორი სიტყვა. ვიზუალურად მომწონს, იმიტომ რომ უკვე რაღაც თანამედროვეობის ხელი შეიგრძნობა ასე თქვა. რა რო გითხრა რომ აინამეს გადავირიე და უკეთესი არ მინახავს თქო მოგატყვი. ესეც ალბათ. მოდი ჩატკი ძმა ვარა პრობლემა YouTube-ია. თქვენ ჯიგრებს ევასებად. მადლობა. მოგვივიდა კუჭმაჭი, ამასაც გავსინჯავთ. ნიგზიანი კუჭმაჭი გვაქვს. ზედმეტად გადატვირთული არის სუნელები ჩემი აზრით ბადრინის შიგთავსი და არ მომწონს ეგ ამბავი ძალიან. ოკეი. აი რაღაცა მაწუხებს რა. ნიგზიანი კუჭმაჭი. არის ერთ-ერთი საუკეთესო აპეტაიზერი ჩემი აზრით ცივი კერძი, რომელთაც უნდა დაიწყო ქართული სუფრა. იმიტომ ცოტა ისე გადავიღოთ რა. ბევრს. თბილია, კუჭმაჭი უნდა იყოს ცივი. ეხა ესაა თბილი. ახალი გაკეთებულია. მესმის რომ შეიძლება მზად არ ქონდათ, წინას არ გამზადებული და ასე შემდეგ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად რესტორანში, მომუშავოთ პერსონალმა, რომ თბილი კუჭმაჭი არ ვაჭამოთ მომხმარებელს, სტუმარს, ეგრეთ წოდებულს. ესე უდავთ გემრიელი. და გადავედით მთავარ კერძებზე. ეხა გვაქვს ჩვენ, რასაც ხედავთ წინ არის ოსტრი, ეგრეთ წოდებული. თუმცა მე ოსტრის სახელი დიდად არ მიყვარს და ჩემს მენიუებშიც სადაც ვაკეთებდი ხოლმე, ყოველთვის ვარქმევდი ცხარცხარეს, რომელიც ვფიქრობ, რომ ქართული სიტყვა მაინც თავისებურ კონცეფციას გვაძლევს და უფრო საინტერესოდ ჟღერს და კარგად ჟღერს. ეს just ჩემი ხანა რეკომენდაცია და რჩევა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ სფეროში მუშაობს და აკეთებს და ქმნის რაღაცას. და გვაქვს ხაჭაპურის შამფურზე, რომელიც ეხლა უნდა გავტესტო, იმედია რომ გაიწელება. ის როგორ არის moment of truth. ამა და ჩავჭოთ. ო, წვენი გადმოდის. აი. არის და სულ წვენში არის. აი. ძალიან მაგარია. ო, ამის გაკრიტიკება გამიჭირდება, მაგრამ ნახოთ, ვეცდები რომ გავაკრიტიკოთ. შარალი არ არის პირველი ეფექტი რაცა. კი, წერილობა კარგია. ძალიან კაია, ყველი სტრუქტურა მომწონს, უკვე აქედანვე. ეხლა გემოვნახოთ თავარი ეგ არის. ხმაურია რესტორანში არ შეიმჩნიოთ. აი მე შაკოს ვეუბნებოდი, პატახნესიმ საუბრობდით, ყველაზე გემრიელი და კარგი ხაჭაპური შემთხვევით რა არის და როგორი უნდა იყოს. ცომი უნდა იყოს რბილი, რაც თავარია და მაწვნის ცომი იდეალური უნდა იყოს. და ხაჭაპურის ცომი ჩემი აზრით რომ მაწვნის ცომია და არა მხოლოდ ჩემი აზრით და ის ყველის სიმჟავე, რომელსაც ეხა აქვს ჩვენ ვსინჯავთ, ახალი ყველის დამახასიათებელი ლაქტოზის გემო, რომელიც ისე სუბუქად და რაზად მიყვება. არა, ხაჭაპური კაია. აქედანვე ამ ხაჭაპურს 10-დან 10 უწერ მე. ეს არის ყურობას ლუდი, თეთრი და შავი ლუდი აქვს. და გავსინჯოთ, ნუ ხაჭაპურს თეთრი ლუდი უნდა მოხდეს ესეთ და რიგით. ამაგაგუნმოჟს.
კლასიკური ლაგერია. ჩვენ უკვე დასპეცებულები ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ლუდი ჩამოვასხით, გეცოდინებათ უკვე. ვინც არის ქიჩემბროს თავისი ლუდი აქვს და 5 სახეობა გვაქვს უკვე. ნენელა სახეობებსაც გავზრდით და ამას გაგაცნობთ ეტაპობრივად. ხო, რაც თავარია, ჩვენი ლუდი შეგიძლიათ გასცნოთ ბარ ლუპერში, ხო, ლუპერს ბარში, რომელსაც მე აღწერაში მივთითებ, სადაც არის უშუალოდ მისამართი. რავი, იქ შეაფასეთ თქვენ და გითხარით თქვენი აზრი კომენტარებში, რამდენად კარგი ლუდი იყო. მიშვალე. აუ. მეგობრებო. გაიც. ლეთუნა ვქნა უერთველი. სანამ შაკო გაჯაბოს დაამთავროს, მე ხარცხარეს გავსინჯავ. ნაჭრები დიდია, სხვათა შორის 20 ხოცი პატარა ნაჭრები. არის ხოლმე როგორც წესი და არასტანდარტულია ამ შემთხვევაში, რაც არ ამგონია მენდებას კომფორტული იყოს უკვე, თავიდანვე ისე ვარ განწყობილი, მაგრამ ნახოთ გემოზე რა იქნება. პირველი აუცილებლად გასასინჯი ტექნიკა და მეთოდი არის, რომ უნდა გავსვიროთ წვენი და მერე ხორცი. არც მაინდა-მაინც ცხარე არის, როგორც ველოდი და ბოსტრი თვითონ სიტყვა გვეუბნება და სახელი რომ უნდა იყოს ცხარე, ამიტომ ყურობას ურჩევ რომ დაამატოს აქ სიცხარე. ქაბაბიც მოიტანეს და უკან გველოდებიან. ეხლა ჭრას გავაკეთებ და ქაბაბზე დაგიბრუნდებით. ეს არის საფირმო ქაბაბი. ბადექონში ერთი გადახოლდა შემწვარი. რაც კიდევ ერთხელ უფრო მეტ ინტერესს და საინტერესო კონცეფციას გვაძლევს ამითი. მაგრამ უნდა ვქვა ეხლა ისევ დავუბრუნდები ცხარცხარეს, ბოსტრის ამბავს. ხორცი საკმაოდ კარგად არის მოყვანილი და ძალიან მომეწონა, გემრიელია. უბრალოდ დიდი არის და არაკომფორტულია საჭმელად. დანარჩენი კაია. უნდა და გადავდივართ ქაბაბის გასინჯვაზე, გაჭრაზე. ნახე რა წვენი მოვიდა. ოჰო. ყველით არის დაჟე. აი. ძალიან კაია. ბუზი. აი, ბუზი ყავს მეგობრებო, აქ ჩვენი მეგობარი ბუზი. მე მგონია რომ ამას საწებელი არ ჭირდება რა. ეს ხოთო შორის ესეთი ქაბაბი გასინჯული მაქვს ერთხელ ავრიტყვისად და იქ ძალიან კარგია. მე ვარ ქაბაბის მოყვარული და მთელ ცხოვრება სულ სხვადასხვა ადგილებში ვსინჯავ ხოლმე ქაბაბს და ხშირად ვრჩები იმით გაცვლებული რა. აი მართლა პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ქაბაბია, რაც ოდესმე გამისინჯავს საქართველოში. და მათ შორის მეც მომიმზადებია და რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ ცოტა აჯობა კიდეც რა. იმდენად გემრიელია, რომ აი არ ვიცი რა გითხრათ. მინდოდა რომ გამეკრიტიკებინა, მაგრამ არ გამომივიდა. მართლა გემრიელია. შებოლილი ნოტები მოყვება თავისი. წამამზე დიდი ალბათობით რომ ეს არაა შემწვარი, მაგრამ ნაკვირჩხლის გემო და ბოლი რაც დაკრავს, სულ არის რაღაც ლიწინით მიდის გემოში რა. აბა ვნახოთ ეს დაუტოჯობია თუ ჩვენი. ჩვენი ჯობია. მაგრამ ხო, კლასიკური შავი ლუდია. მაინც კარგი არის რა. პახველიაზე ვისაც დაუსწორდება ძალიან. უყვარს დალევა. ამ ქაბაბთან განსაკუთრებით, აი, მოვითხოვე რომ ყურობა ვარკეთილშიც გაიხსნას, რადგან მე ვარკეთილში ვცხოვრობ. მარტო ეს ქაბაბი დაამატეთ მენიუში და ლუდი. მეტი არაფერი არ აქვს. ამან თავისი ვარკეთილე სადმე რო არ ჩატენოს ისე არ შეუძლია რა. ხერ მოვდიოდით აქ გზაში, ჩემი ვარკეთილი, აი ქუთაისელი ტიპივით არის. ქუთაისი რო ძალიან მაგრა უყვარს, ამას ვარკეთილი უყვარს რა. მე კი არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო ვარკეთილთან, მაგრამ ეს რო გიждდება ეგრე არავინ არ გიждდება. მე მგონი არც ერთ ვარკეთილს ისე არ უყვარს როგორც ჩაკოს. ამიტომ ვარკეთილებო თქვენ მოგმართავთ, თქვენი დახმარება გჭირდება ყველაზე მეტად და გამოიწერეთ ჩვენი არხი რომ ხავთ რომ აი ვარკეთილები მაგარი ერთიანი ხალხი ხართ და მე საფრთხელი კონდეს ხო და ვარკეთილები ყველაზე მეტნი ვართ ხალხო და აქტიური. ერთი პატარა განცხადება უნდა გავაკეთო. ჩვენი არხი დახურვის პირას დგას სამწუხაროდ. ვცდილობთ რომ გადავარჩინოთ, შევქნათ ახალი კონტენტები, ვაკეთოთ უფრო საინტერესო კონტენტები და თქვენამდე მოვიტანოთ საინტერესო ინფორმაციები, მაგრამ გვჭირდება დახმარება. არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა იძულებულები ვართ მეც და შაკოც რომ მივმართოთ კომპანიებს, მარკეტერებს, რომლებიც ფიქრობენ რომ თავიანთი კომპანია ჩვენთან მიმართებაში თანაკვეთაში არის და იქნებ რა დაგვასპონსოროთ. მოკლედ სპონსორს ვეძებთ და დიდი სურვილი გვაქვს და დიდი იმედი გვაქვს რომ იქნება ისეთი კარგი კომპანია, რომელიც გვერდში დაგვიდგება გრძელვადიან პერსპექტივაში და დაგვეხმარება რომ ჩვენი კონტენტი ვაკეთოთ კარგად. ხო და რაც თავარია. მადლობა ხიტას კამერის თხოვებისთვის და პეტრეს გემის თხოვებისთვის და პლუს კიდე სტატივისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ ბიჭები გვერდში გვიდგანან ჩვენ მაქსიმალურად, თუმცა მაინც დიდ ხარჯებთან ასოცირდება და არის დაკავშირებული. სპონსორი გჭირდება აუცილებლად და კომპანიები
გეო გამოშვით, გელოდებით, მიგიღებთ. მოდით გაჭმევთ, აგერ კარგი ოსტრი გვაქვს აქ, კარგი ხაბობია, კარგი ის არის. სხვათა შორის ეხლა ჩვენ ველოდებით ხინკალს. თავარი ამბავი. და მეგობრებო, მოგვივიდა ხინკლების დიდი რაოდენობა. 4-4 ცალი ავიღეთ ცოტა, იმიტომ რომ გავსინჯოთ უბრალოდ და არ გვინდა რომ გავზღოთ. ეხლა დავიწყებ მე სოკოს ხინკალი, რომელიც ძალიან მიყვარს. დაგიმარჯვეთ მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, დაგვიდექით გვერდში, თქვენი გვერდში დგომა ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არხის ისტორიაში, ასე რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ. ხმებით შემოდის ამ ფორმატში, ამ გადაცემის ფორმატში, ამ კონტენტში. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ხმები ისედაც შემოვა. ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ხმა შემოვიდეს, მაგრამ მაინც რესტორანია, გადის ხალხი, გამოდის და შესაბამისად მარტოები არ ვართ. პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ სოკოს ხინკალში სიმწარე მაკლია, წითელი წაკა ამას ჭირდება. გემრიელი არის ნამდვილად, ცომი ზომიერად თხელია, არ არის მაინდამაინც თხელი ცომი და არ ძალიან თხელი ცომი. 10-დან 7 დაუწერდი ამ ხინკალს. ეხლა რაც შეეხება კარტოფილის ხინკალს. მე მგონი ეს უნდა იყოს კარტოფილის ხინკალი. მოკლედ კარტოფილს რაღაც ძალიან სპეციფიური გემო დაყვება. ვერ გავიგე რა არის, თან რაღაც სიმწარე მომყვება რა. სახელწოდება კარტოფილის ხინკალს ესე ავთენტური სახელწოდება არის კარტოხა, რომელიც უნდა მიირთვათ ერიბოსთან ერთად და არ დაგავიწყდეთ თქვენს რჩევა იქნება ჩვენგან. დიდი ალბათობით ამას თეთრი პილპილია, იმიტომაც მოყვება ეს უცნაური გემო. შავი არ არის. რაც შეეხება უშუალოდ პიურეს თვითონ შიგთავ შიგნით ხინკალში ზედმეტად ბევრი არის, ძალიან გატენილი არის და აი ერბოს ჩასხილის ადგილსაც აღარგავს, ხო და მაგრამ მოგიწევს უნდა ასხა რომ გაიჟღინთოს და გაიბეროს და კიდე უფრო მეტად გადმოვიდეს. საერთოდ ჯამში მე არ მომეწონა, პირდაპირ ვამბობ. ეს არის ყველი, ხო, ყველი იქნება სავარაუდოდ ესეთი ფორმა, ყველის ბრტყელი ფორმები, ყველის ხინკალს ახასიათებს როგორც წესი. ხო. ხაჭო და ყველი. არ ვიცი ხაჭაპურში რა ყველი იყო ეგეთი იდეალური და გემრიელი, მაგრამ ამის ყველი ძალიან არ მომეწონა. ზედმეტად მაშია ჩემთვის. აი წათხში რო ყველს გააჩერებ, ხო იცი? მაგის გემო დაკრავს და სუნიც ისეთი მძაფრი სუნი აქვს რა. ანუ გადავიდეთ ახლა ხორცის ხინკალზე, რაც ყველაზე თავარი უნდა იყოს ჩემი აზრით. ფორმასაც შეეხება, ანუ ფორმები მე არ მომწონს ესეთი ფორმის ხინკლები, ცოტა გვერდზე გადაწოლილი, უფრო კომფორტულიც არის მე საჭმელად და ასაღებადაც. ობიექტურად რო გითხრათ ხინკალს, უაზროდ ბევრი მწვანელი აქვს ჩემთვის, რომელიც საერთოდ არ უნდა ქონდეს ესე, მესმის რომ ქალაქური ხინკალია მწვანელი და ასე შემდეგ. შიგთავსი ნორმალურია, თუმცა უფრო მეტად წყვილად გატარებულს ვისურვებდი ამ შემთხვევაში, ვიდრე მსხვილად, იმიტომ რომ ძალიან რაღაც კატლატის ვიძება აკრია, ჩემთვის ძალიან, იმიტომ რომ აი ძალიან დაშლილია მაგალითად ჩემთან ხორცი და არ არის შეკრული როგორც შიგთავსი უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას და პირველ დღეს ეს გადაცემა იქნება ორი ნაწილით. მეორე ნაწილში მე ისევ პურობას ვესტუმრები, თუმცა ვესტუმრები ნატახტაში მეორე ობიექტზე, სადაც უშუალოდ როგორც მეუბნებიან, განსხვავებული კონცეფცია და პირველი იყო საიდანაც დაიწყო პურობას ისტორია, გაიხსნა იქ ნატახტაში და მერე გაიხსნა უკვე ლისზე. ეხლა ჩვენ ლისის ტერიტორიას დავტოვებთ, თქვენ დაგემშვიდობებით, 2 წამით ზუსტად იქნება ქათი და გავიჩნდებით უცბად ნატახტაში. ნუ შაკო არ იქნება ნატახტაში, აქედან რომ გეტყვით, ქორწილში მიდის ძმა და ჩვენ მოგვიწევს ვიყოთ მარტო თქვენთან. ან შეიძლება ისეთი სტუმარი მოვიყვანო, რომელიც არ გვეცოდინება ჯერ არ ვიცით. მოკლედ არ ვიცით თქვენ იქნება, როგორ იქნება, მე უეჭოლი ვიქნები და იქ გაგიზიარებთ კიდევ უფრო საინტერესო კერძებსა და ჩვენს აზრებს, ჩემს აზრებს. ვალა, მე და ბენი ვართ თქვენს წინაშე, როგორც გითხარით, უნდა გავსინჯოთ ისევ და ისევ კერძები პურობაში, ოღონდ ამჯერად ვიმყოფებით ნატახტრის ობიექტზე, ნატახტაში ვარ და ჩვენს წინ გაშლილია მე არ მოჭამია სპეციალურად. მოიმზადე ხო წინასწარ? კი. კარგია. ეს არის მოკლედ ბოს კანჭი, ცივად გამოყვანილი არის, მოხარშულია და მე შეზავებულია როგორც აგვიხსნეს. ნუ ყველი რაც გვაქვს, ხარხნულია დიდი ალბათობით და კიდევ მომისალთ ნიგზით. მოდი პირველად დავიწყოთ ბოს კანჭის დაგემონებით. მე ძალიან მიყვარს ხორცი ზოგადად. ამ ბოლოს თავს კი ვიკავ. მე ქათამ. იმინა ქათამ. მიყვარს ძალიან. იმდენად მარტივი კერძია, რომ უმარტივესი გემოებია და თან ძალიან ხასიათდება და მაგრა ასწორებს. ფათაშორის გავსინჯე, ლუდი, ძალიან კარგი არის. რამდენი ობიექტზე ხართ? ერთზე ჯერ. გლუპერს ბარში. გლუპერს ბარში. კი. პირველ დღეს გევთქვი ეგ ყველაფერი, მაგრამ მეორესაც ვიტყვი და შეგახსენებთ, რომ ჩვენი ლუდი გლუპერს ბარში ისევ იქნება. აუ, საწებელი ისე გამისწორ და შეიძლება დავლიო პროსტა. გაიო. ახლა ამის მუღამი მაქვს. ვორჩი რა მაგ. მიდი გადაიღო. წინ არის ხორცების უდიდესი რაოდენობა უნდა გავსინჯოთ მწვადები რა. შენ თუ გამოიცნობ ჩემი საყვარელი ქართული კერძი რა არის? შენი საყვარელი კერძი სავარაუდოდ ხინკალი იქნება. დიახ, თქვენ ნამდვილად გამოიცანით ხინკალზე გოგო. რატო იცი? მე აი ხინკალით ბიჭი ხარ ვაგიყურებ. ხტები? კაი ხარ რა, ნაკეცები მანდებს? ჯიგარი, ეს ბულგარული დამევასა. რა? ეს ბულგარულია რა. არა. მართლა? შენ ცოტა გამწვანე, ძოლობი ქართული. რატო ბულგარულის გები? არ ვიცი.
ასეა. ეს მინუსია თუ პლუსი? გასიჯე რამე ხო? დიდი ალბათობით მინუსია. ბიჭო არ მინდა ციტაკა. წარესთან ცოტა ისე ვარ რა. არა, მაგაგეონ. არ არის? ასე პირდაპირ. 2 seconds later. ისეთი რა, წარე? არა, მწარე. არა, ბიჭო, მწარე. მე გადავები? ვაფშე არ გეღადავები. აქედან ჩაკბიჭი. მომდი, აქედან უკიდე ჩაკბიჭი. ამბი, ჩაკბიჭო. სიცახე ჩემ რა რა, წარე. ეს აფწარია, ბიჭო. ვაღ, რა გინდოდა? მეგობრებო, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? ხო, ყველამ კარგად იცით, უნდა დავლექოთ ვიდეო. ამეწეროთ არხი, ჩემი და ბენის არხიც და გაგვამხნევოთ, იმიტომ რომ წინ კიდევ გაგვაქვს. რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ და ბოლომდე უნდა ჩავამთავროთ და თქვენამდე მოვიტაროთ ეს ყველაფერი. ის სიგემრიელი რაც ახლა აი აქ გავდოთ გამრეცი. მოკლედ, აქ გვაქვს ხბოს მწვადი, ღორის მწვადი და ქათმის მწვადი. დანარჩენი მე იქნება. და ყველაზე კარგი რაც მე მიყვარს აქაურობაში, უნდა აღნიშნო ის, რომ ეხი არის ჩამოსასხმელი. მოდი ჩვენ სამ დიდ დასაწყისს გავუმარჯოს. გაუმარჯოს, მაო ყველაფერი კარგად გისურვებ. მეც წარმატებები არხი გამოიწერეთ. სხვათა შორის აქამდე თუ მოხვედით და არხი არ გქონდა გამოწერილი, რაღაც პრობლემა გაქვს. მოდი დავიწყოთ ხბოს მწვადით. აუ, რა რბილია. ხბოს მწვადი არის ყველაზე ესეთი პრეტენზიული რა, ხორცი, იმიტომ რომ შეიძლება თუ კარგად ვერ წვამ და ვერ ამზადებ, ვერ წვამ რა არის, ვერ წვამ. შრება, როგორც წესი რა. ძარღვიავს ძალიან ისეთი დიდი, მაინც მე შემხვდა ძარღვიანი. აუ, რა ყავია. აუ, წემა ვაფშე სხვა გემო. კი, ყემალი ძალიან გემრიელია ნამდვილად რა. ნაწილები ზომიერია, ძალიან კარგია. აქ მოდიხართ, ზუსტად იცოდეთ ჩემი მხრიდან ის ამბავი, რომ რასაც შევუკეთოთ, ეხლა რაც გეუბნებით, ზუსტად იგივე მოვა. ეგარ მითხრეს, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც არის. ანუ არაფერი რაღაც განსხვავებული, სუდისკენ მით უმეტეს არ გექნებათ. სტაბილურად მოდის ყველაფერი. მე ხბოს ხორცი მათიანად ძალიან მომეწონა. შემდეგი გვაქვს ღორის მწვადი. ღორის მწვადზე ვარ ყოველთვის პრეტენზიული, იმიტომ რომ ვინც არ იცით, გეტყვით, რომ მე დედით ხახელი ვარ, ქიზიყელი და ჩვენთან მწვადი არის ნომერი პირველი კერძი და ეხლა ვიქნები ყველაზე კრიტიკული მწვადთან მიმართებაში. ანუ მართლა იდეოლოგიური შემწვარი, ეხლა შეგავს ბენით, თვითონაც ეთქოს, მაგრამ იდეოლოგიური შემწვარია. არ მეგონა ეხლა კარგად არ იჭრებოდა, მაგრამ არ მეგონა რომ ჩემილი იქნებოდა და წვნიანი, ძალიან წვნიანია. და რაც თავარია, მარილი ისე ზომიერად არის გაკეთებული, რომ ბევრი ესე ვერ აკეთებს. თქვენი მეგობარი ბურზე გვესტუმრა. არჩე, ამას ვერავირიდებთ თავი. გარეს სივრცეში. ღია სივრცეში ვერ. ეს არის ჩვენი მეგობრების რესტორანი, მაგრამ მაინც კრიტიკულად უდგებით. ეგეც უნდა ვთქვათ რა, იმიტომ რომ ჩვენ მაყურებელმა იცის, რომ პურობაში ჩვენ ორი გადაცემა ჩაწერილი გვაქვს, ცალკე სხვა კონტენტი გაკეთებული. თუმცა პირველი დასაწყისი ამ ფუდ კრიტიკის მაინც დავიწყეთ ჩვენი შინაურებისგან და მეგობრებისგან, ასე რომ სადაც შინაურს არ ინდობ, იქ სხვასაც არ დაინდობ. ხო ეგრეა? დიახაც. ამიტომ ეს თავარი მუღამი მე ვიცით აქედან. მოდი ახლა გადავიდეთ ქათმის მწვადის დაგემოვნება და შენი საყვარელი ქათმის მწვადი მოვიტოვეთ ბოლოში მაინც. დღეს კაი დღე მეlis. აქერა მივდივარ კიდე ლაივ რაღაცაზე და მე მანდედა კიდე ლუპერში და კიდე ვამატებთ და და ჩემი ლუდი უნდა დავლიოთ იქ? ხო, იას. დავა, ეგ არის. დავა. რაწუნიანიო. ეს არის ბროწауლის რედუქცია. აი ბიჭო, ცუდად არის ეს მე უკეთებს. აი მე რა კაიო, ამით ვაფშე მაგარი. დღეს მე ვარ 64-ში, გეუბნები. ო, მაგრა სოროში. დღეს აღარ შეჭამ არაფერს. არც მე. არც მე. რესტორანი პურობა ნატახტარში დაიმახსოვრეთ. რის ახლა ვიყავით წინაზე. ეხლა ნატახტარში ვართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და აქ წვადის გამო უნდა ჩამოხვიდეთ. აი ამ ხელა გზა უნდა გაიაროთ. რამდენი წუთში მოვედი? 25 წუთში მოვედი. ზუსტად, თბილისია. ეხლა მივიღეთ ჩვენ სუკის მწვადი, ღორის სუკის მწვადი გვაქვს და ღვიძლი გვაქვს ბადეკონში, რომელიც ჩემი საყვარელი კერძია. რითი დავიწყოთ? ამით არ დავიწყო. არა, კაი, სუკის მწვადი. მოდი დაჭერი შენს. მეგობრებო, რაც უნდა თქვა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ საქართველოს რესტორნებში მწვადი წალამზე იწვება ძალიან იშვიათად და ეს ის შემთხვევა, როდესაც წალამზეა შემწვარი ყველაფერი საერთოდ და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძირითადად ნახშირს იყენებენ, იაფიჟდება, ნაკლები ხარჯი აქვს და მთელი ამბავი რა, მოკლედ მაგაში თანხები იზოგება ბევრ რესტორანში. თუმცა პურობას თავარი პლუსიც არის ის, რომ ხარჯი არ აინტერესებს და აქ წვავს წალამზე და ეს წალამზე შემწვარი მწვადი მე როგორც კახელსა და ქიზიყელს წარმოშობით, ეგეც კარგად მესმის. ძალიან გამოსწორდა. არ ვაჭარბებ არც ვიტყუები არც არაფერი. თავარი, შრალი არ არის, რბილია, გეჭვადია, შებოლილი ტონები აქვს, წალამის დამსახურებით. პროსტა ვინმე რამე რო არ ფიქრობს, ხო არის სინემატიკები ამით გადაღებული. ხო. ყველაფერს აქვს წვენი ხალხი. უი, ამაზე არ გადამიღია. რა მაგარია, დაგვაუწყდა. მაგრამ არა უშავს. ნაჭამზე გადამიღე. არა, იყოს არა უშავს ჩვენი მაყურებელი ამას. გაიგებს, რადგან ცოტა შევთვალით, საუბარსაც შევყევით, ის არის ღვიძლი და აი ესეთი არის ჩვენი მწვადი.
სუკის, ნახე როგორ წონჩია. გამაწერების ჟმენა თქვა იმას, რომ 10000 რო ავალ, მოგიმზადებთ და ჩემს მომზადებულ კერძებს გადასინჯებთ. ხო, ოღონდ ისა რა, რეიდობა ხო. სეფას ვერ გავშლი ჯერჯერობით, მაგრამ 100000 გამომწერზე სეფას გავშლი და ძალიან ბევრ გამოწერს ერთად მოგიყვანთ. მე არხი გამოწერული მაქვს, მაინც რო იცოდე აქედან გახსოვდეს. სეფა მინდა მინდორში გავშალო თან რა. ბაზარი არა მოყვე. და იმენა სკამეიკები უნდა ჩავაგდო და ფელი ამბავი რა. კაი, შემდეგი გვაქვს ღვიძლი ბადეკონში. ეს არის კახური კერძი. ხალხო რამე დამაწუნებინეთ რა. შენ დაიწუნე? დავაი, მინდი გავუშვი. ძალიან მარტივი მიზეზი მაქვს. ღვიძლი არ გიყვარს. იასა, შო. შემდეგი კერძები გველდება კიდე წინ. ეხა ვიწყებთ, რასაც ვიწყებთ. ეხა გვაქვს აფხაზურა გასასინჯი. აფხაზურა არ მაქვს ნაჭამი, რა არის? ხო, ეს არის ბადეკონში გადახვეული. ეს უპატისებური მასა არის რა. აბა, ეს თუ დამეოსება ბადეკონში. პირველ ჭამი აფხაზურა სხვათა შორის. თან ძალიან გემრიელია. ანუ გემრიელი არის. აგვიმარჯოს, მე ცოტა შევთვერი, მე აგვიმარჯოს. შევთვერი კი არ ნახე ვეღავს უკვე ისე. სმელი კაცი ვიყავი თან. ვისაც ლუდის დალევა გინდა, დალიეთ 20 წლის ასე კი ზემოთ. ან 18 წლიდან მაინც. სხვათა შორის ჩვენთან დაბალი ასაკი არის მაგისიც რა. რამდენი? 18? 18-დან არის დაშვებული. ამ კანონიერად, კანონის ფარგლებში 18 პლუსიდან იწყება ალკოჰოლის მიღება. შემდეგი მოდის უკვე ორაგულები და რას თავარია ჩვენ ვართ ახლოს არაგვის პირთან და არაგვის თევზი მოვა. ვანოსებ ჩემ არხზე ვიდეოს. საბა იქნება ერთ-ერთი სტუმარი. ჩვენ მივდივართ ტიპზე. მე წყლში შიმავს ხალხო და რატო გადამეწყვიტა რომ მაინდა მე ტიპზე უნდა ვიყო არ ვიცი. კარგი, შენ ვიყურე შორი. შორი და გაგაკვირდებით. მეგობრებო, ეხლა ჩვენ მივიღეთ ნორვეგიული ორაგულის მწვა და ამას ხას რატო უსვამთ? ეს წვადია? კი, მწვადია. ნორვეგიული ორაგულის მწვადი ძალიან იშვიათი გახდა საქართველოში, რადგან ფასიდან გამომდინარე ძვირიას საკმაოდ. დაახლოებით 42-43 ლარით ხა ექსპორტია, თუმცა ნორვეგიული ორაგულის ხარისხი ნამდვილად ვერ შეედრება ქართული შავი ზღვის კალმახს. ქართული შავი ზღვის კალმახს იყენებს რესტორნების უმეტესობა, იმიტომ რომ მიემსგავსებულია დაახლოებით რაღაცა ფერიდან გამომდინარე, რომ წითელია, თან ორაგულიც კალმახია. და აბაზრები რომ ხო რა, ორაგულის იდეაში კალმახია რა, უბრალოდ ნორვეგიული ორაგული მაინც სხვა არის რა, საერთოდ სხვა წყალში იზრდება, ტბაში იზრდება, მდინარეში რაღაცა იქ სერიოზულესაა რა. განსხვავება მაგ ამბავში. და რაც თავარია, ეხლა აქ გვაქვს ყველაზე ისეთი იშვიათი, რომელსაც ესე რესტორნებში ვერ შეხვდებით, ვერსად. ეს არის არაგვის თევზი და ამას რაღაც კონკრეტული სახელწოდება არ ქვია, არაგვის თევზია ჩვეულებრივად და საინტერესოა. მე პირადად არ გამესინჯავს და დღეს პირველად ვსინჯავ შენთან ერთად ამას. დავай, პირველი ეგ გავსინჯოთ ხომ. დავაი. ძალიან დაბალი ინტენსივობის გემოავს, არაშემწუხებელია. ჩემი აზრით, ნებისმიერ თევზის მოყვარულსაც მოეწონება, იმიტომ რომ იმ თევზის მოყვარულებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ინტენსიურ და არაინტენსიურ გემოებს ანსხვავებენ და ვიღაცებს ინტენსიური გემოები არ მოწონთ. აი, თევზი რო არ გევასებოდეს, ამას მაინც შეჭამ. კი. გულზე მაგრა გააწოლებს რა. აუ, წვეჩი უნდა დავაყო. ეხლა მაგრა გაგუწოდება ჩვენ გულზე. ორაგულის წვადი, აი ესე უნდა დაგანახოთ. ნახე როგორი ნაჭერია, საოცარია. აუ რა კაია. გადაობი, ძალიან უცხოა ჩემთვის. პირველად ჭამ. დღეს ძალიან ბევრი რაღაცა ჭამი პირველად. რავი რა, მოდით და გასინჯეთ, იმიტომ რომ მართლა ზედმეტად რეკლამა გამომდის. ამ დროს არ ვაკეთებ არანაირ რეკლამას რა. გულწრფელად ვამბობ, რაც არის იდეალურია ყველაფერი და ძალიან კაია რა. დღეს სხვათაშორის იყო თქვი კიდეს. სხვათაშორის მეც ესე გამაფრთხილა, პირდაპირ თქვიო, რამე თუ არ მოგეწონაო. აქვე დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, გამოიწერა სექსუალურ უნდა ჭამო ახლა. მიდი ამის ფონზე დაემშვიდობ. აქვე დაგემშვიდობებით, ჩემო მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხები, დაგვიდეთ გვერდში, თქვენი გამოწერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ წინ მივდივართ მაგ ყველაფრით და არა იმით უბრალოდ რომ დავდივართ და რაღაცას ვაკეთებთ რა. თქვენი გამოწერა არის მნიშვნელოვანი. დროები ტრენდებს შეხვედრამდე.